ბედნიერი კვირა, ჩემო ძვირფასებო და თბილი სალამი ქურუმი ქალისგან, როგორ გახართ, მოგიკითხავთ ყველას და სტარტი აიღო ჩემო კარგებო, ერთი დღე მარტის კუთვნილებამ და დანარჩენი აპრილის კვირამ, ანუ 31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, თქვენს წინაშე აუცილებლად უნდა წარმატკინო ტრადიციული კვირის გაშლა. რაც შეეხება პირადებს, იმას ასაკურველია მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომმართავთ ჩაეწერებით და კერძოდ ინდივიდუალური გაშლებისთვის უკვე განვეწყობით და თქვენი ცხოვრების მეტად საჭირო ამბებს ერთად განვიხილავთ და საუკეთესო პოტენციალისკენ მიგიზიდავთ. მოკლედ ასე, ჩემო ტკბილებო, სამი ვერსია მათთვის, ვისაც ჯერა როგორ გეგმავს ტარო ცხოვრებას მისცეს. ნუ გეგმავს არა, მაგრამ კარგ გზაზე უშვებს, გზამკვლევია. მას ასე პირველი, მეორე, მესამე ვერსიებით, გეგებებით, პირველი, მეორე, მესამე, ის უკვე ხელში დავიპყარი. მოკლე იქნება, რომ ბევრი არ მოგაბეზროთ თავი და აბატონო დავიწყებ ჩემო კარგებო. პირველი ვერსია ვისთვისაც არის განკუთვნილი, ვნახოთ აბა როგორ იქნება საერთო მდგომარეობა, ვნახოთ რა გაგვიხარდება ამ კვირაში, რა დაგვბლოკავს და გვეწყინება და რა რჩევას გვაძლევს ძვირფასი სამყარო. მას ასე ვიწყებთ. პირველი როგორ იქნება გადასარევი მინდა გითხრათ, აქ მთელი პოტენციალი გამოამჟღავნა. ეტლმა თავისი შესაძლებლობისა პრიალებს, მაგრამ ზუსტად იცით რომ დადებითად ბრჭყიალებს, მშვენიერი გოგონა ვარდისფერ კაბაში, მთელი თავისი შემართებით, ღიმილითა და ქარიზმატულობით წინ მიდის მეგობრებო. გაეგებება აპრილს ჩემო ტკბილო ადამიანებო. ვნახოთ რა იქნება დადებითობა. ამ კვირის განმავლობაში გადასარევია, ეს მე ვარ მე მგონი, იმიტომ რომ გაბარიტებითაც და კატების სიყვარულითაც ესე ლამაზად გამოვირჩევით. რა არის ეს ტაროში? ეს არის ძალა, ეს არის მომთვინიერებელი ქალური საოცარი მაგრიტი, რომლის უდიდეს შეგრძნებებსაც აუცილებლად დაამუღამებთ ამ კვირის განმავლობაში, გილოცავთ თქვენ გაიმარჯვეთ, რა შეგიშლით ხელს რომ უკეთესები იყოთ. აქ საუბარი არის თაუერზე, რა ვიცი, უკეთესები რო იყოთ ხელს გიშლით კოშკი, უკეთესები რო იყოს ხელს გიშლით გრევა, უკეთესები რო იყოთ ხელს გიშლით ადამიანების დამოკიდებულება თქვენს მიმართ, უკეთესები რო იყოს სტიმული ჩაკლა. აი ის რაც ასეთ შემთხვევებში, ხშირ შემთხვევებში ჩვენ თვითონ გვაბიძგებს იმასთან ნიშანს გვაძლევს, რომ მოვიშოროთ ეს ცუდი, მოვიშოროთ ეს ტრეში, მოცილდეს ადამიანებისა და საგნების ჩვენი ცხოვრებიდან, აი ამას უნდა გავაკეთებთ და ხელს გვიშლის ამის გაუკეთებლობა. რჩევას რას გვაძლევს ამ კვირაში სამყარო, აქ ჩვენ უყურებთ ორი ახმალს და ამ მშვენიერ არსებას უკვე აქვს აუცილებელ მიზნად დასახული, რომ აიღოს კურსი დადებითობისკენ. აი გადაძალა მარჯვენა თვალი ესეთი წარბაწეულია, უკვე იცის საითკენ გააკეთებს, ალბათ საითკენ გააკეთებს არჩევანს და რჩევას გეუბნებიან არ აჩქარდეთ. ორიანი ხმალი ნიშნავს ჩემო ძვირფასებო ფიქრს. ორიანი ხმალი ნიშნავს აი ორი კარტიდან რომელიმეს არჩევას და შესაბამისად ესეთი კარგი გემრიელი დაფიქრება. სავარაუდოდ უნდა აირჩიოთ თქვენ დადებითი კურსი. აი დადებითი კურსის არჩევა ნიშნავს იმას, რომ ეს ცუდი ენერგიები უნდა წავიდეს თქვენ ცხოვრებიდან და ბოლოს გაწდეს იქ, სადაც ვიწრო არა. რატომ? თორე კი დიდი მადლობა პირველ ვერსიას, რომ დამელაიქე, დიდი მადლობა, რომ ჩვენთან არის, დიდი მადლობა, რომ იზიარებ ჩვენს აზრებს, არის ჩემი ერთგული, კი ბატონო გიფასდებათ, დაალაიქეთ, მიხარია, რომ ამას გააკეთებთ, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა, უფრო მეტი სტიმული მოეცემათ ას და უფრო მეტ ვიდეოს ჩაგეწერთ. ეხლა, ვინც ჰარმონიას კარტი აირჩია, ვნახოთ 31-დან მარტიდან როგორ იქნება 6 აპრილის ჩათვლით. ამ დღეებში აუცილებლად დავდებ აპრილის დიდებულ გაშლას. ვნახოთ რა არის ის, რაც გაგახარებთ, რა არის ის, რაც დაგბლოკავთ და რა რჩევას გაძლევთ დიადი სამყარო. ანუ იგივე ტაროები. აბა, გადავიდეთ ისეთ თემაზე, როგორ ის არის
ამ კვირის ტენდენციები, ამ კვირის მონაცემები, ამ კვირის შესაძლებლობები. ჩვენ აქ ხედავთ პაჟის, ცეცხლის პაჟს აქვს გადასარევი პოტენციალი, რომ რაღაც ახალი აკეთოს, აი ემსგავსებით თითქოს გაზაფხულს, იმიტომ რომ კვერთხები გაზაფხულის აყვავილებას ნიშნავს, რაღაც ისეთი კარგი იმპულსები დადებითობის კუთხით ნამდვილად მოდის და რაღაც კარგის კეთებისკენ გვიბიძგებს. რა გაგახარებთ ამ კვირაში, ჩემო კვარგება, ეს უკვე ვინ არის? ეს არის როინდი, ისეთი ხარის ნიშნებით, როგორც შეიძლება იყოს მერწყული, ტყუპი და არ არის გამრიცხული, ეს იყოს სასტორი, ეს ისე ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება პიროვნებას, მას აქვს სურვილი რაღაც ისეთი სასიამოვნო გაგიკეთოთ, რაინდი, მოკლედ ცოტა ქარაფშუტა, ასე ვთქვათ. ქარაფშუტებიც არ არიან, რაღაც უფრო სხვა შეიძლება შეუსადაგოთ, რა შეგიშლით, უფრო უკეთესი იყოთ ამ კვირაში, დაბნეულობა, გაორება, გაორჭოფება და ბოლოს რა არის დარიგება, ეს არის ცოტა რთული არკანი, რომელიც გეუბნებათ, დეს სიკვდილია, რომელიც გეუბნებათ, რომ ტრანსფორმაციის სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ძალიან დიდ ჯილდოს, რა ვიცი, გადაცელეთ იქ, სადაც გადასაცელია და მოერიდებით, ისიც რა არის? რაღაცნაირად თქვენ ცხოვრებას გადახალისება ჭირდება, აშკარად დაბნეულობაში ბრძანდებით, რაღაცნაირად ცოტა შეზღუდული ხართ და აი ამ ცოტა სერიოზულ ნაბიჯების გადადგმისათვის მეორე ვერსია ვინც აირჩიეთ, თუ ემზადებით, ძალიან კარგია და თუ არა რჩევებისთვის აუცილებლად მომმართეთ, იმიტომ რომ თუმცა მოდის სიკვდილი, ეს ნიშნავს სერიოზულ გადატრიალებას თქვენ ცხოვრებაში. არ იფიქროთ არანაირად შემოკარგებულ, ეს ფიზიკურ რამეს მოყდინებას ნიშნავს არავითარ შემთხვევაში. ტარო აბსოლუტურად სხვა მიმდინარეობაშია. ეხლა მესამე ვინც ჩაიფიქრა, ქალაქის ლაბირინთების ტარო, ვნახოთ 31 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება, აგერ იქნება და დაინახავთ თავადვე და აუხსნი მეც არ დაგზარდებით, ხო იცით რომ არ გზარდებით. გადავიდეთ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ამ კვირის ტენდენცია და აქ ჩვენ ხედავთ არც მეტი არც ნაკლები ისეთ მაღალ არკანს, როგორიც ბრძანდება სტარი, იგივე ვარსკვლავი. აი აქ რა არის გამოსახული? აქ არის გამოსახული რაღაც ისეთი ურბანული განწყობა, ბარი, სტარბარი, მოდი ასე ვთქვათ და ხალხი ვარსკვლავური გითხრათ სიმართლით, ნათებებითა და ესეთი ფეშენებით ირევა. მოკლედ არ არის გამორიცხული ამ კვირის განმავლობაში, საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს, კინოებს, დარბაზებს, ისეთ რაღაც თავშეყრის კარგ ადგილებს, არის ისეთი მოწოდება, რა გაგახარებთ ჩემო ძვირფასებო. რომანტიული მოგზაურობა, რომანტიული თავგადასავალი, რომანტიული ადამიანი, თქვენზე გამეჯნერებული შეიძლება ასე ვთქვათ, პიროვნებიდან აქტიურობის წამოსვლა. მოდი ვნახოთ რა ხდება იქ, სადაც ამ კვირის ბლოკები გვაქვს. სადმე წასვლას თუ აპირებ ამ კვირას გადადებით, არ გინდოდეს აქ მოგზაურობაზეა საუბარი, 6-იანი ხმალი. აცილებენ ერთმანეთს, მიდიან სხვაგან ავტობუსით, რაღაცა ოჯახი იშლება. თუ გაქვთ დასასვლელი, რაღაცნაირად შეიძლება ხელი შეგეშალოს და გაბრაზდეთ, არ გაბრაზდეთ. და ბოლოს ნახოთ, რას გარიგებენ, აქ ორიანი კვერთხი, ხმალი ამოვიდა, ორიან ხმალში წინაშეც ამოგვევიდა იგივე და იგივე, აი ადამიანის კონცენტრაცია ნახე, რაღაც ისეთ ხმაურიან ბარში ზის, მაგრამ ის მაინც კონცენტრირებულია, მაგრამ შეხედა იმასაც უსმენს და ამასაც უსმენს და ხნას ეხა შუაშია გაყოფილი გააგრძელოს მუშაობა, თუ შეუერთდეს იქ რაღაცა გასტრონომიურ სიამოვნებას. გარიგებენ იმას, რომ რასაც ხელს მოკიდებ, ორიენტირდეთ იმაზე და არავითარ შემთხვევაში ციცერონობა არ დაიწყოთ, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ორი საქმის ერთად გაკეთება, არც ერთი არ გამოგივართ. ანუ რაღაცას ერთ საქმეს მიადგებით გასაკეთებლად, ერთი გეგმა გაქვთ ამ კვირაში შესასრულებელი და არ დაიწყოთ, ვაიმე ახლა ამასაც გამოვკრა ხოლმე და ბარაღამ ამასაც გავაკეთებ. Oh no babies. არ გინდოდეთ, გინდოდეთ მხოლოდ და მხოლოდ ის ჩამოსხმული სწორ მიმართული, რასაც ეხლა მოცემულ მომენტში ტარო გთავაზობთ და თქვენ გულისხმობაშთაც იცით, რომ ესეთი ბევრის მოდებული, აი სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ.
რა ვიცი, მეცინებას უკეთესე სპეციალისტები. და თქვენ ჩვენს თვითონ ეზოთერიკაში ძალიან დიდი და ღრმა და მრავალფეროვანია ეზოთერიკა, მაგრამ მე ავირჩიე ტარო. ნუ რუნებთანაც მაქვს ურთიერთობის რაღაც გარკვეული წილი, მაგრამ მას ვერ ვუცმობ ბევრ დროს, იმიტომ რომ ყველაფერითად ვფიქრობ, რომ არ გამომივა. ცოტა ყველაფერია საჭირო, მაგრამ ფუნდამენტალურად უნდა მიყლეთ ერთ დინებას. ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ კეთილის სურვილებით, შემოტკბილებო და შაქარ-ყინულებო, მომავარ ჩართვამდე, მომავალ ბლოგამდე. გემშვიდობებით მე და ჩემი ანსი ბიჭი, რომელსაც თვალზე რაღაცა აქვს და სავარაუდოდ არ უშლის ხელს მაინც ეშმაკურ მოქმედებებში, ამობობდა და მოვიდა თქვენთან. სხვათა შორის უნდა გაშვილდეს, სხვათა შორის უნდა წავიდეს და კარგდებს რომელ პატრონს უნდა ჩავარდეს. მიყვარხართ კოსინი გეხვევით. თქვენი თეა მორიგ გაშლამდე პირადი გაშლები ვისაც გინდათ აუცილებლად მომართეთ ტრადიციულად ნომერი იგივეა 91 29 პრინციპში მითითებულია ქუდში და ყველგან სადაც იდება ვიდეოები. გააზიარეთ. უთხარით სხვასაც, ნუ იქნებით ეგოისტები.